სალამი ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქვია სამი და კოდა, ვიწყებთ ერთი ადამიანი, ხო, ესე ვთქვათ, ხო, ერთი პირი, ფიზიკური პირი, ხო, იურიდიული პირიც არის. ერთი ფიზიკური პირზე სიმართლის თქმით, რომელიც უკვე ითქვა 4 წლის წინ, მაგრამ უნდა გავიმეოროთ. იცით, რომ არეულობა არის საბოზეთში, მთავარი არხი მაქვს ხედველობაში ერთი ბოზი მეორე ბოზს უპირისპირდება, მესამე ბოზი ჩანს და ბოზების დიდი თავშეყრა არის. ერთ-ერთზე მინდა გავუშვა ფილმი, გაჩვენოთ ამ ადამიანის ნამდვილი იერსახე, თუმცა თქვენ ძალიან კარგად იცით, ვინც არის. დაწყობილად არის ფილმი გადაღებული, 5 წუთიანი ფილმია, უყურეთ და მე დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ მეგობრებო. აბა, უშვებ, ჩართეთ. კი ბატონო, მზათა ვარ. მას შემდეგ რაც ზაზა ოქუაშვილი საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოევლინა. ზაზა ოქუაშვილი არის ნამდვილი გმირი. და ქართული ოცნება კორუფციასა და ბიზნესის ეწოლაში დაადანაშაულა. მისი პერსონა საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. ჩვენ ვიხილეთ როგორი ბიზნესმენი და პარტნიორია ის. ვიხილეთ როგორი მედია მფლობელი გახლავთ და მის ცვალებად პოლიტიკურ პრეფერენციებსაც ვაკვირდებოდით. რაც ყველას დადებითია, მთავრობა თავის განაპირებს ასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოიგოს პარტიამ, რომელიც იქნება რეალური ოპოზიცია. მაგრამ მოდით შევხედოთ ზაზა ოქუაშვილს სხვა რაკურსით და ვნახოთ, როგორი შვილია იგი, ან როგორი მამა. რადგან ადამიანის შესახებ საერთო წარმოდგენის შექმნისთვის ეს რაკურსი უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საქართველოში. ჩვენ ხომ რაღაც მომენტში უბრალოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, ან არ ვენდოთ მას. ზაზა ოქუაშვილის საქმიანი გზა ყოველთვის გამოირჩეოდა სკანდალებით. ძალზედ ბევრი ადამიანი ამბობდა მასზე, რომ ბიზნესი თაღლითური გადაგდებებით და რეკეტით ააწყო. რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ძალიან უღირსი მეთოდებით ჩამოიშორა თავიდან მთავარი კონკურენტი თამაზ ელიზბარაშვილი. ოქუაშვილმა ომეგას საინკასაციო მანქანებზე ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირება მოაწყო და მერე საკუთარ კრიშას კახათ არგამაძეს ამ ყაჩაღობის ორგანიზების ყალბი ბრალდებით დააჭერინა ელიზბარაშვილები. რის შემდეგაც მონოპოლისტად იქცა სიგარეტის ბაზარზე. თუმცა ამ ბრალდებათა შორის არის ისეთიც, რომელიც ნამდვილად შოკის მომგვრელია. საადვოკატო წრეებიდან პოზიტივის მიაწოდეს ინფორმაცია ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში არსებული სამოქალაქო დავების შესახებ. სამივე დავა 2003 წელს მიმდინარეობდა. ორ მათგანში ბიზნესმენს საკუთარი მამა, აც გარდაცვლილი რობერტ ოქუაშვილი, ხოლო მესამეში მცირეწლოვანი შვილი. უფრო სწორედ კი ამ ბავშვის დედა უჩივის, რომელიც მასთან რამდენიმე წლიანი ერთობლივი თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი ბავშვის შვილად აღიარებას თხოვდა ზაზა ოქუაშვილს. მიუყვეთ თანმიმდევრულად. პირველ სარჩელში რობერტ ოქუაშვილი ამტკიცებდა, რომ ზაზა ოქუაშვილმა მისი ხელმოწერა გააყალბა მინდობილობაზე და ამ ყალბი მინდობილობის გამოყენებით საკუთარ მამას მალულად გაუყიდა სარაჯიშვილის 15-ში მდებარე კომერციული ფართი, სადაც ახლა ომეგას სტამბაა განთავსებული. მეორე სარჩელში რობერტ ოქუაშვილი აცხადებდა, რომ ჩუბინიშვილის 41-ში მდებარე ფართი, სადაც დღეს ტელეკომპანია იბერიაა განთავსებული, იჯარით ჰქონდა გადაცემული შვილისთვის, მაგრამ ზაზა ოქუაშვილს 5 წლის განმავლობაში მამისთვის არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. მესამე სარჩელი განსაკუთრებით მძიმე გახლავთ. მასში იმდენი ინტიმური დეტალი და პირადი სახის ინფორმაციაა, რომ ფიგურანტების უმრავლესობის დასახელება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად. სარჩელის ავტორი გახლავთ ახალგაზრდა ქალი, რომლის მტკიცებითაც იგი 3 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზაზა ოქუაშვილთან და ეწეოდა მასთან საერთო მეურნეობას. სწორედ ამ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ბავშვის შვილად აღიარებას ითხოვდა მოსარჩელე ქალბატონი ზაზა ოქუაშვილისგან. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის პოზიცია უამრავი მოწმის ჩვენებით იყო გამაგრებული, სასამართლომ არ გაიზიარა მარტოხელა დედის პოზიცია, რადგან ზაზა ოქუაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მოსარჩელის საყვარელი არა თვითონ, არამედ მამამისი, რობერტ ოქუაშვილი იყო და მოწმეებად საკუთარი დაცვის წევრები მიიყვანა. სამივე საქმე ზაზა ოქუაშვილმა პირწმინდად მოიგო და ეს გასაკვირიც არ არის. ქართული მართლმსაჯულება მაშინ ხომ ზაზა ოქუაშვილის მფარველის, უძლეველი კახათ არგამაძის მხარეს იყო. ზაზა ოქუაშვილის მამა რობერტ ოქუაშვილი წლების წინ გარდაიცვალა. თუმცა არქივში მივაგენით მის მიერ 2003 წელს ჟურნალ სარკისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ემოციურად ყვება შვილთან კონფლიქტზე.
ვერანაირად შევძელი ძალთან და შულთან ნორმალური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა. 5 წელია შვილი არ მინახავს. ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი მაქვს. დამამცირეს, არაფრად ჩამაგდეს. ომეგაში, ჩხეიძის გარეშე თანამშრომლების მიღებიდან დაწყებული, მათი განთავისუფლებით და სიგარეტის რეალიზაციით დამთავრებული, არაფერი წყდება. ინტერვიუდან ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილის დედაც ომეგაში მუშაობდა, თუმცა მასაც მოუწია ფირმის დატოვება. ჩემმა მეუღლემ ჩემს შემდეგ იქ კარგახანს იმუშავა. ყველაზე მეტად იქ იმიტომ დადიოდა, რომ შვილისთვის შეეხედა. ზაზა წააქეზეს და დედას დაუპირისპირდა. ზაზამ დედას თანამშრომლების თვალწინ ხელი კრა და ფირმიდან გამოაგდო. ჩვენ მთხოვეთ ზაზა ოქუაშვილის მეუღლეს, ნატო ჩხეიძეს, გაიხსენებინა 2003 წლის დავების პერიპეტიები. პასუხად ეს მივიღეთ. ჩემი მამამთილი, მოიწმინდეთ ერთ წუთს თუ შეიძლება, ჩემი მამამთილი 8 წელიწადია გარდაცვლილია და მოდით ცოცხლებზე ვილაპარაკოთ. ჟურნალისტიკაში არსებობს შემდეგი კლიშე, როდესაც სიუჟეტი ან ინფორმაცია ცხადად ლაპარაკობს თავის თავზე და როცა დასკვნა ყოველივეს მოსმენის და ნახვის შემდეგ ძალზე ცალსახაა. ჟურნალისტები ამბობენ, კომენტარი თქვენთვის მოგვინდია მაყურებელო. ეს შაბლონი იმდენჯერ არის გამოყენებული ჟურნალისტიკაში, რომ ცოტა გაიწვითა კიდეც. მაგრამ როდესაც თვალნათლივ ხედავთ, როგორ თანმიმდევრულად და ცივსისხლიანად თავისუფლდებოდა ზაზა ოქუაშვილი, ჯერ მშობლების წინაშე ვალდებულებებისგან, მერე შვილისგან, ჯამში კი სინდისისგან, სიუჟეტის ასეთი დასასრული აბსოლუტურად რელევანტური იქნებოდა. მადლობთ. განვიხილოთ ახლა. პირველ რიგში ალბათ ეს ყველაფერი ხა მაყურებლისთვის პირველი იმიტომ არის გაშვებული, რომ ქართული ოცნება და ზაზა ოქუაშვილი არანაირ თანამშრომლობაში არ არიან და არც იქნებიან, როგორც მთავარ მარხმა განაცხადა. მთავარი არხი იყო პროექტი, რომელიც რევოლუციური მიზნებისთვის იყო განსაზღვრული და ვერ შედგა და დაიხურა. ზაზა ოქუაშვილი თავის შვილს არ უხდიდა ფულს და მამას და ეხლა მთავარ არხს გადაუხდიდა ზედმეტ ფულს. მე მეორე ტიპი არის ბაბშე ყველაფერზე წამსვლელი, ტიპი არის ალბათ ფოლკლორული პერსონაჟი. იმის არა ფოლკლორული ტიპი არის. აი რასაც ქვია არ მინდა უცენზურო სიტყვა გამოვიყენო, თუმცა ჩვენ ეთერში ხშირად გამოგვიყენებია. აი ნაძირალა დამპალი ადამიანის, რომელსაც თან რო შეხედავ ყველაფერი ზედეთყობა, რომ 90-იანებში არის ესე იგი ეხა ეს ჰაიტეკით და ცოდნით გამდიდრებულს არ გავს, იმიტომ რომ სამი სიტყვა იცის სუმწა აბსოლუტურად და მესამე აღარ ვიცი. ანუ კაცი არის დეგენერატი ჩვეულებრივი რა და ეს ჩხეიძე ბიჭო ამის მთელი ბუღა მიზარო მანამდე იყო პატრიოტთა ალიანსში მერე ნაცმოძრაობაში ჩადიოდა მოსკოვში ხო მანამდე მერე ნაცმოძრაობაში ვაფშე ღირებულებათა სისტემა არ აქვს და უფრო მაგარი ერთი რაღაც გვავიწყდება ზაზა ოქუაშვილზე რაც ამ ფილმში არ იყო და რაც ჩვენ არ გვეცე ამ ყველა სიკეთესთან ერთად იგი არის ჩამწერი ყველაფერს ანუ ადამიანი აი ჩვეულებრივი პროფესიონალი ჩამწერი ეხა პრო არა ის სიტყვა რაც პროფესიონალი პროჭია ბერაშვილი ხო პროჭია ბერაშვილი ეხა მე ერთს ამას გეტყვი ეს განავალი ქაქი ხო ამოვიდა როგორც ხდება ხოლმე რა ამ ტელევიზიიდან დუღს და გადმოდის რა გავიგეთ რომ გვარამიას თხოვა რომ ერთი კაცი ბოლოს ესეთ შეთანხმდა ნუ ესეთ თხოვნა იყო რომ ერთი კაცი მაინც ამისიაშიოდა გვარამიას მიკვირდა ამ ხელა ხელფასი გაქვს 80000 ლარი 88500 კი ბატონო ამ ხელა გვარამია ხარ ხო განსაჯე რა თუ ამას ამ ტიპს შეუძლია პრობლემები მოგვაროს არხთან დაკავშირებით ეგეთი ღორი არ უნდა იყოს ხო ცერონები ყავდა მოაკელი გუბაზიკო შვილი გუბაზიკოს და ჩასვი რა სენდეკა ყავდა სია ხო ეხა ბებიაშენისა ნატო ჩხეიძეზე ვინმე ბევრად მაგარი გიზდის სიაში ხო რა ნუ სიგიჟე მეგობრებო გადავიდეთ ვიდეოზე ხო მაგრამ უყურე მე კიდე ერთი რაღაც აღნიშნო მინდა რომ ნიკა გვარამიას რო ქონდა ყოველთვიური ხელფასი 88500 ლარი ეგ ხო ნატო თვითონ იმან თქვა წამ თქვა ეგრო ყოველთვიურადო ნიკა გვარამია ხელფასს აქ იღებდა 88500 ლარსო რაც არის უშიკარნეს ხელფასი რაც ხელფასია ბაზარი ანჟიკარნია ბანკის მმართველები არ იღებენ უბრალოდ მე ისე მინდა რომ ნიკა გვარამია თუ 88500 ლარს ხელფასად იღებდა საკმარისად არ უშრომია ესე იგი ამ ბოლო პერიოდში იმიტომ რომ არც სიაში არ ჩაეწერა
თვითონ. უკან გადგომა მოუნდა. რევოლუცია ვერ ან საკმარისი ისტერიკები არ გაუმართავს. ეგრევე თავი იკავა. მან ვერ გამოიმუშავა ის 88500 ლარი, რომელსაც ურიცხავდა. ამიტომ ღირსია, ეხლა რომ უწევს ამასთან გონგა. მოდი ეხლა ვთქვათ მე შევედავ ბაჩოს ნიკა გვარამია იყო. დაიმსახურა თუ არა? მე მგონია რომ იყო არა ძმაო, მე ეხლა გეუბნები. გავიგე და ეს სუბიექტურია შეფასება ეხლა ამას გონია რომ არა მართალია არ შეიძლება რომ შეგედაო ბაჩო რა შენ ამბობ რომ ნიკა გვარამია არც მაძლევს ნიკა გვარამია ციხემდე და ციხის მერე ისეთივე პროდუქტი იყო როგორც მაცადე რა და ამაფიქსირებინე რა აზრი ანუ ნიკა გვარამია არის კაცი რომელიც ესე ვინ არის ნიკა გვარამია არის პირი ფიზიკური პირი ბიოლოგიური ორგანიზმი მაგაზე ხوار შემედაობთ ბიოლოგიური ორგანიზმი მე ძუძუმწოვა ბიოლოგიური ორგანიზმი რომელიც არის ყველაზე ოდიოზური ტიპი საქართველოში დადის არა ნუ დადის 20 დაცვით დადის 20 დაცვით არ ვიცი ყავა ვერ დაულევია იმაზე რა ქვია რომელიმე კოფიშოპში ისე რომ დაждდეს ჭამოს მაინც წენენ რაც მაგან ბაჩო აქციების პერიოდში კი არა ზოგადად კოვიდის პერიოდიდან დაჭერამდე დაჭერის მერე არა ძმაო მისო დაჭერის მერე შენ ზოგადად ოპოზიცია გახსოვს ვაფშე განადგურებული ერთად და ყველაზე მეტი ხმა აიღო რა გინდა ვერ გავიგე რას უტრაკებ ამ კაცს ინდივიდუალური რას უტრაკებ ვერ გავიგე საკმარისად მეტი წეკუთვნოდა ეგეთი შურა აი კონტრარგუმენტის რომ ყოველთვის 98 ლარი კონტრარგუმენტი შეიძლება 88500-ად გუბაზი რას გააკეთებდა? დაჟე იობდა. დაჟე ვერაფერს ვერ გააკეთებდა გარდა იმისა, რასაც აკეთებს. ბომბს თუ გადაყლაპავდა და აიფეთქა და საქმე არა ხაბე. ხაბეიშუს ეუნება ბევრი წოთა. ხო, ბევრი წოთა. კარგი. ბევრი რომელია? აი, ბევრი. ახალგაზრდა კაცია მელაშვილი თუ მელაძე, რომელიც რაღაც პოდკასტი გააკეთა და აბაჯი გაწერებს ხალხს და გაუშვათ და ნახეთ სად არიან. მართლა ჯერავთ რომ რაღაცების ერთი ადგილი აქვს, გაუშვათ? ნუ აქ ახლა უკვე გიორგი მელაძე ეს დეგენერატი ილია უნივერსიტეტის მხარს უჭერ იგივე ლექტორი არა ეს ფიზიკურად შენობების დაკავების იდეას იქნება ეს საკრებულო მერია რომელიც რეალურად გააჩერებს სახელმწიფოს ფუნქციონირებას სხვადასხვა სამინისტრო რომელიც ფუნქციონირებას შეიძლება გააჩერდეს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრი პროკურატურის შენობა ანუ ესენი ყველა არის პოტენციური მიზნები სამიზნეებია ესე იგი გიორგი მელაძე ეს არის ილია უნის თუ არ ვწდები სამართლის ლექტორი იყო არა ჩვეულებრივი პერვერტი ოღონდ დეგენერატი აი ესეთი ჩაბერილი ჩოკნუტი ვაფშე ცხოვრებაში რო არ არსებობს აი არ არსებობს ამა რა უნდა დაიკავოს ბიჭო ამის დაკავებული დივანის გენერალი რა უნდა ანუ ეს თქვენ ახლა ვერ ხვდებით რამხელა ანეკდოტს მოусმინეთ. ამის დაკავებული ხელახლა დასაკავებელი კი არა. არ ვიცი. რიქს ვერ დაიკავებს ეს შენობა რიქს ვერ დაიკავებს. ეს რიქს ვერ დაიკავებს რომელიც ეკუთვნის საერთოდ. ერთი წამი ის მეორე პერვერტი ვინ იყო? ის აზო პირველად ნახე. ის ხითა ქორწილის პერსონაჟს გაკეთდა. უნდა ავიკავთ კი. ხო, მაგრამ მეგობრებო და ბარემ თუ სასაცილო ხალხზეა ლაპარაკი გრიგოლ გეგელია გაუშვოთ ეგრევე. აჰა, ხედავ აჭერ მაინც ხო წიხლს არა? ბიჭო, სასაცილო გრიგოლ გეგელია. ყველა ძალიან კარგად გახსოვთ. ჩვენ მშვიდობა არ გვინდოდეს. 300,000 კაცს მშვიდობა არ უნდადეს. ასე წარიმართებოდა ამ ქვეყნის პოლიტიკური ისტორია? სწორედ იმიტომ მშვიდობა გვინდა. სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გავიმარჯვეთ და ვართ ლეგიტიმური ძალა, ყველანი ერთად ხალხი და მათი გამოხატულება პარტიები. ჩვენ ამიტომ ვართ მშვიდობიანი და ამიტომ მშვიდობიანად ვეუბნებით ვიცინა ივანიშვილს რომ დროზე დატოვოს ძალაუფლება დანიშნოს ახალი არჩევნები ეს არის ერთადერთი გზა იმისა რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გქონდეს პოლიტიკური მშვიდობა და ჩვენ ვართ დიახ სწორედ ის საზოგადოება რომელსაც უნდა პროცესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება მშვიდობა განვითარება და კეთილდღეობა ხო ნუ არ იყო მაინც ამაში დამეშტავი მაისურაძე ხელახლა გასავითარებელი ერთ-ერთი ინტელექტუალი წყალებში გიორგი მაისურაძე როგორ არის ჩვენ გვახსენა აგრეთვე ილია გვახსენა მაისურაძემ მე არაერთხელ უხსენები ვარ კაცო ჩვენ გვახსენა ტელევიზია და შესაბამისად მოდით ნახოთ
კატეგორია, რომლებსაც უყვარს ბოროტება, უყვარს დაცლა, აი პოსტივის ვახსენებით, ხო? ეს არის ბოროტების ზეიმი. აი და უხარ აცხადებენ აი სამი რო დასწრება, რა კაია რომ ბოროტებას ჩავდივართ. ეს ხო უნდა იყოს ესეთი ადამიანები, რომლებსაც აი მართლა კრისტალურ ბოროტებას წარმოადგენენ და არაფერი ადამიანური სინდისიერი მათში არ არსებობს, არა? ყველაფერზე რას შეუულიათ, აი თქვა ამტკიცონ ეს არის შავი ფერი. გასაგებია. ისე ძალიან დასანანია, იმიტომ რომ გიორგი ბაისურაძე, რა ვიცი, აი ზუსტად ილია უნიში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ჭკვიანი და გადაყვა სხვა პრობლემას, რაც მას აქვს ეს პრობლემა აქვს თუ ნაირსახეობა, მაგას გადაყვა. მეგობრებო, ეხლა აქ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ წარმოადგენთ კრისტალურ ბოროტებას, ხო? ეს ძალიან დიდი მიგნებაა, იმიტომ რომ კრისტალურ ბოროტებას ეძებს ხალხი, თეოლოგები, მისტიკოსები, სად არის ნამდვილი 100%-იანი ბოროტება. და რატო ვარ ბოროტები? ტელევიზია, რომელსაც ფეიკი არ გაუკეთებია, ტელევიზია, რომელიც ფეიკებს ებრძვის. არის თურმე ბოროტება მისი აზრით. და სადაც ძის იმ ტელევიზიებში, სადაც მიყავდა, სადაც დასუკრავენ, არის, სიმართლე. იცით, რაღაცის გამო არის აი ეს გადმოტრიალებული აქვს ტვინი ამას, რაღაცის გამო. ესე იგი, მისი აზრით ჩვენ რო ღადაობთ აქ, ვიცინით, ეს პოდკასტის ფორმატია, ჩვენ ფეიკებს ვავრცელებთ. ერთი ფეიკი მაინც გითხრას, ერთი თქვი. რამდენადაც მახსოვს, აი ზუსტად გიორგი ბაისურაძე ისეთი იყო რა, გამორჩეულად ანტიმიშისტი და ეხლა დაემართა ეგ ვერ გავიგე. ეჯო ლევან ბერძენიშვილის ანტიმიშისტი იყო. ბიჭო, ლევან ბერძენიშვილი ყავაზე დაპატიჟა მიშამ და შეიცვალა. ლევან ბერძენიშვილი უფრო პოლიტიკოსი. ნახე ლევან ბერძენიშვილის პრობლემა ის არის, რომ პრობლემა არის ლიბერალი. ხო და ლიბერალიც არ იყო. ეგრე მახსოვს. არა, მე მგონი. ხო და არა უფრო რაღაცა მემარცხენე მარქსიზმი და ისეთი მარქსიზმი. ლევან ბერძენიშვილი არის პოლიტიკოსი, ბაჩო და თან რესპუბლიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ რომ ბიჭო ნატოს ბაზებთან გავიზარდეთ. ანუ მამ გააგდო კაცო. არა ბიჭო, აჭარაში გაზრდილი ადამიანი რომ საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს და აღიქვავს ისე რომ ნატოს ბაზებთან ახლოს გავიზარდეთო. ესე იგი ეს ვაფშე ეს გონების ვაფშე სხვა მოწყობაა რომ წვიმა რომელიც მოდის ის ჯერ ნატოს ბაზებს დაეცა და მე ანუ ეგ ვაფშე ეგ ფანატიზმის და მონობის და არ ვიცი ყველაფრის გენიალური მუსიკოსი ნინო ქათამაძე გავუშვათ თუ არა? კი, გაიჭრა იქნება მაისურაძის მერე. ქათამაძე. ერთი და იგივე ის არის, რა ქვია, მოდუსი ხო. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩვენი მომავლის განადგურების პროტესტში ვართ ყველა ერთად. ვისაც კი გააზრებული აქვს ჩვენი პრობლემა, რაც არის ჩვენი წართმეული ხმა და ამიტომ ღირსეული ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ, რა თქმა უნდა, არიან სამიზნე იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლების სამწუხაროდ და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტები მათ აქვთ მითვისებული და ამიტომ სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროდ ამას იყენებს ხელოვანი ადამიანების წინააღმდეგ. ხელოვანი ადამიანების წინააღმდეგ რატო იყენებს? თუ ხელოვანი ადამიანი პეტარდას ესვრის, ქვას ესვრის, პოლიციელს ესვრის მოლოტოვის კოქტეილს, ეს ხელოვანია მსახიობია და გავანებოთ თავიო? ზოგადად ხელოვან ადამიანებს ხელოვნებზე მინდა სახელოვნებო ხელშეუხებლობა ხელოვნებზე შეიძლება თქვა არ არის ხელოვანი ხალხის საქმე აჯანყება და რევოლუცია მე მინდა კაფიო თქვა პროტესტი არის თქვენი საქმე გააპროტესტეთ რამდენიც გნებავთ სადაც გინდათ გაიფიცეთ და ეს ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიანი კონსტიტუციის ჩარჩოში როგორც კი თქვენ დაწერეთ ხელოვნებო თუ ხელოვანებო მნიშვნელობა არ აქვს ნიჭიერები ხართ თუნჭები ჩემი ეს თუნჭები ხართ ყველა მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს როგორც კი თქვენ დაწერეთ სტატუსები რომ აჯანყდი რევოლუცია რევოლუციის ნუგეშინიათ ხალხო ეგეთი ციტატები კლასიკოსებიდან მოიყვანეთ როგორც კი დაიწყეთ ქმედება აი ამ სტატუსის დაწერის შემდეგ როგორც კი დაიწყეთ შეტევა პარლამენტზე სპეცრაზმზე ესროლეთ შუშკუნები დაარღვიეთ კანონი დაშავდა 100-მდე პოლიციელი მაშინ სახელმწიფო წინააღმდეგობას გაგიწევდათ აბა როგორ იქნებოდა ეს რაშუაშია ხელოვანები იქნებით თქვენ მუშები თუ გლეხები თუ პროლეტარები ჯერ რა საკე კასტაა ხელოვანები ხელოვანებს თქვენი ასპარეზი გაქვთ და იქ გამოხატეთ პროტესტი რა ეს ხელოვანებმა რაღაცა გადაუწყვიტეთ ესენ წარყავდნენ რა კიდე ერთხელ ვიმეორებ მთელი ჰოლივუდი არა მარტო ჰოლივუდი არტისტები ყველა ნიუ-იორკში იქნება თუ სანაპიროდან სანაპირომდე
გააფთრებული ებრძოდნენ ტრამპს. დენირო თქვა რომ კстати არ ვიცი წავიდა დენირო თუ როგორ არის. დენირო წავიდა? დენირო წავიდა? სხვაგან არის. აუ მაგრა. ძალიან სხვაგან არის. არა, რობერტ დენირო. რობერტ დენირო წავიდა? სამ წასულება. მე დავთქვაც ვერ გავიგე სადი. მაგან და ის ქართულ მსახიობმაც ერთი ის დაანონსეს. როგორც ნიკა გვარამია წავიდა, ის როგორც ქართულ მსახიობი არ წავიდა, ალბათ ესეც დაუშველა ჰოლივუდმა ბაიდენს, კი არა და იმას კამალას. არ უშველა. ბიჭო, მან თავარი არის სახელმწიფოს სიუსეში ხა. კი, კაც ჩვენ გვინახავს ძალიან ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი რეჟისორი თუ მსახიობი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული პროტესტებში და მათ შორის ესეთ კაფიოდ ძალადობრივი, რასაც შეიძლებოდა დარქმოდა ეგეთ პროტესტებში. უბრალოდ ეს არ იყო რითიც ხალხი მათ იცნობდა. ანუ ეს ადამიანები მანამდე ქმნიდნენ იმ იდეოლოგიას და ანვითარებდნენ იმ ნარატივს, რომლის ირგვლივაც საბოლოოდ და რომლის რომანტიზებაც ხდებოდა, იკრიბებოდა ის მუშათა კლასი იქნებოდა თუ სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ ამათი ხელოვნება იყო ერთგვარი ბიძგი. და ბიჭო, შენ როცა ხელოვანი ხარ, რომელსაც არაფერი ეგეთი არ შეგიქმნია, შენ საზოგადოებასთან არ გილაპარაკია ამ თემებზე, შენ საზოგადოებასთან ხელმისაწვდომობა არ გაგიხდია ბოლო-ბოლო, საკუთარ ხელოვნება, ხელმისაწვდომი არ გაგიხდია შენი საზოგადოებისთვის. ეხლა ის გამოხვიდე შენ და მარტო პოლიციელზე დარტყმით გააგებინო შენი ცნობადობა, ეგრე არ გამოდის შენი სახელოვნებო აღიარება. მაშინ ხარ შენ უბრალოდ ხო რომელიც ის რა ქვია წარმომადგენელი ამ დარგის, რომელიც დააკავეს პოლიციელზე თავდასხმისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი აი კონცეპტუალური სიმპტომატური საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა გავშალოთ ალბათ, რომ ნახე ჩვენთან სახელოვნებო სივრცე, ნუ ვილაპარაკეთ ამ ეთერში რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა, თავისუფალებაზრის და ფრი მარკეტის პირობებში ძალიან რთულია ხელოვნება, როგორც რენტაბელური ბიზნესი იარსებოს. რა თქმა უნდა, ქართულზე ეს ამის რენესანსი იყო საბჭოთა პერიოდში, როცა იყო დოტაციაზე პირდაპირ, მაგრამ ამ პირობებში ერთი რომ პატარა ქვეყანაა და მეორე ასევე ამას ემატება რომ არ ვიცი შემოქმედებითი კრიზისი გვაქვს რა გვაქვს ნუ ხარისხი ძალიან დაბალია ეხლა ნახე ამერიკაში მერილ სტრიპმა და დენირომ და არ ვიცი ყველამ აბსოლუტურად ყველა ჰაიპში ვინც არის მსახიობი თუ მომღერალი ვერავინ ვერ უშველა და ისინი რატო იყვნენ ხო ისინი რატო იყვნენ მაგასაც მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ არ ვიცი აი ფავტედის ივენტებზე ზოგადად იმის მერე ყველანი არიან კომპრომეტირებული და შესაბამისად რო დაიწყობიან ერთხმად და ასაფორთებენ ამ შემთხვევაში დემოკრატებს და ტრამპის წინააღმდეგ არიან რა თქმა უნდა ხო ემინემი და ეს რა თქმა უნდა და იმათმა მათ ვერ უშველეს რა და მე მახსოვს ტრამპის პერიოდში, როდესაც ეს MeToo ჰარასმენტის მოძრაობა დაიწყო, მახსოვს ერთი ვიღაც არაცნობილის ტვიტი გახდა ძალიან ვაირალო რა, რომელმაც ძალიან არაცნობილის, რომელიც ხო, რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს, ანუ ძალიან არაცნობილის კი არა, ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც იმაზე რა ქვია, იარაღის დარებაზე იყო რა, რესპი ჩვეულებრივი, აი არაფრით ცნობილი კი არა, ჩვეულებრივ просто ძალიან ვაიწერა მაგას. აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რომელიღაც სელებრიტი უკომენტარებს რა. ну ესეო და ამანზე გასა ძალიან კაი პასუხი რომ თქვენო ჯერ ერთმანეთს გაუპატიურება შეწყვიტეთო იქო რა მითუს მოძრაობის პერიოდში. ანუ საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვს პოლიტკორექტულობას, რომელიც საზოგადოების მხოლოდ 1%-ს ეხება ამერიკაში, ანუ ვინც ჩანს საჯაროობაში. რა თქმა უნდა და ტრამპის და კიდეც ყველა ჩართული იყო ტრამპის გასაუბრად. რასა იუკნევიჩიანე და კიდევ რამოდენიმე ევრო დეპუტატი ჩამოვიდა ასარებადო ვერ იტყვი, იმიტომ რომ ერთხელ უკვე იყვნენ ამისთვის და ასე შემდეგ და შესაგულიანებლად. ხო, ну აი რაღაც სლაბად შესაგულიანებლად და აი ეს რასა გაუშვით რა თუ შენ. ჩვენ ევროპარლამენტის 7 წევრ სხვადასხვა ჯგუფიდან გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გვინდა სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ ქუჩებში და იბრძვიან იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია. საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, მოთხოვნები ბევრია. აქ ვართ ფაქტების დამდგენი მისიით, რომ გავეცნოთ ადგილზე ვითარებას და რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები მნიშვნელოვანია სწორი დასკვნების გამოსატანად.
გვინდა რომ ევროკავშირი უფრო ხმამაღალი იყოს თავის განცხადებებში და უფრო მეტად მხარდამჭერი, რადგან ვიცით, გრძნობთ და ვხედავთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. აქ ვართ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მხარდასაჭერად. საქმე ის არის, რომ მაიდანს რო აკეთებდა დავსვლა. მაიდანს რო აკეთებდა ამერიკა, ხო? გაცილებით წონადი ადამიანი ვიქტორია ნულანი, რომელიც გელი, ზუმგელი იყო ჩამოსული, ხო? ეს ახლა რასა, ქალბატონი რასა იმ ქალთან შედარებით, სლაბია, უსლაბესი. ბიჭო, ისა რა ქვია. ჩვენ ვარ ვართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერიო და მარტო ხვდებიან სალომეს და ოპოზიციას. ეს ერთი. ხო, ეს კარგია. ეს ერთი. მეორე, ჩამოეთო ფაქტები დავადგინოთო და შესაბამისად ამ ფაქტებს მიიღებენ მარტო ოპოზიციასგან. ოპოზიციასგან. ხო, ეს ხო ფაქტებია. ხო, ანუ სხვას მეორე მხარეს არაფერს არ კითხავენ ან ესეც ფაქტებია, რომ ერთის გამო. რასაკურველია და მესამე მე რა მაინტერესებს, უკან რო ედგა კაცი შუბლზე ბინტით. მაგაზე ჯერ არ დაუწერიათ სპეცრას მაგალახავ. შუბლზე ბინტი ქონდა? ველოდოთ რომ დაწერენ რომ სპეცრაზის მიერ გალახული ევროპა. მეგობრებო, აი ზუსტად ის თუ როგორ ერევა უცხოელი აგენტების უფროსი ერთ-ერთი ქვეყნიდან პრინციპში ხა მიხვდებით რა ქვეყანას ლაპარაკი, ამაზე გავაკეთეთ სიუჟეტი და გადაცემის ბოლოს ეხლა დაგემშვიდობები და გავუშვათ. ეხლა ანოტაცია მე სპეციალურად დავწერე, რომ აციბაწინა არ იყოს რა. სიუჟეტი შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, რომელიც ორჯერ იკავებდა საქართველოში ამერიკის საელჩოში მაღალ თანამდებობას. ერთხელ 2006-2008 წლებში, ხოლო შემდგომ 2023-24 წლებში. ალან პარსელსი, ესეთი ადამიანი, მუშაობდა უკრაინაში ევრომაიდნის ცნობილი მოვლენების დროს. ითვლება ვიქტორია ნულანდის ახლო გარემოცვად. არსებობს ვარაუდი, რომ ახლა საქართველოში ის განსაზღვრავს საელჩოს იმ პოლიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატიურ ჩარჩოებს და მიმართულია ქვეყანაში რადიკალიზმის ხარდასაჭერად, რასაც ამერიკის საელჩო ბოლოდროინდელი აქტივობითაც აკეთებს. ყველამ ნახეთ ეს. ვინ არის ალან პარსელი? რომელ ქვეყნებში მუშაობდა და რა აკავშირებს უკრაინულ მაიდანთან, სიუჟეტში ნახავთ, ნახვამდის ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვიტეს ქვეყნის შიდა საქმეებში ხისტად ჩარევა, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება. არჩევნების შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტზე აქვეყნებდნენ და ზედრომ წარწერა არ ჰქონოდათ ამერიკის საელჩო, ალბათ ბევრს რომელიმე ნაცენჯეო სექტორის, ოპოზიციური პარტიის ან მედიის Facebook გვერდი ეგონებოდა. შეუიარაღებელი თვალისთვისაც ცხადია, რომ საელჩოს აქტივობები მხოლოდ ერთი მიზნისკენ იყო მიმართული: გაეძლიერებინათ რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა და საინფორმაციო მხარდაჭერა გაეწიათ იმ ძალებისთვის, ვისი ორგანიზებითაც თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა. რატომღაც საელჩოს ხსენებაზე ყველას იმთავითვე ელჩი ახსენდება, თუმცა დიპლომატიურ მისიებში ყოველთვის არიან ჩრდილში მყოფი, თუმცა გაცილებით საინტერესო პერსონები, რომელთა თანამდებობებიც ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება და ახლა სწორედ ამ ფაქტებზე მოგიყვებით. ელჩი დანიგანი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რამე მისი მოადგილის, ალან პერსელის შესახებ, რომელიც ჯერ ელჩ დეგნანის მოადგილე გახდა 2023 წელს და როგორც გითხარით, ახალი ელჩის პირობებშიც შეინარჩუნა თანამდებობა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა საელჩოს გარდამავალ პერიოდშიც. ახლა კი ორიოდე სიტყვა კაცზე, რომელიც სცენაზე ზემოქმედებს, მაგრამ თავად ცდილობს კულისებში იყოს. ალან პერსელის სახელი ფიგურირებს ისეთ ქვეყნებში, რომლის მიმართაც შტატებს დიდი ინტერესი აქვს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში. პარსელი სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოლდოვასა და ბელარუსში, უნგრეთში და მათ შორის საქართველოშიც 2006-2008 წლებში. მისი მუშაობის პერიოდს ჩამოთვლილ ქვეყნებში სხვადასხვა სახის კრიზისი უკავშირდება, თუმცა ამჯერად ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველი უკრაინაა. 2014 წელს უკრაინაში მაიდნის მოვლენები პირდაპირ შტატების საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტს უკავშირდება. კერძოდ, გლობალური ომის პარტიას და მისი წარმომადგენლების ჩართულობას. ყველას გვახსოვს ფუნთუშებით მორბენალი ვიქტორია ნულანდი კიევში. ისიც, თუ როგორ განიხილავდა იმ დროისთვის უკრაინაში ამერიკის ელჩთან, ჯეფრი პაიეტთან რეჟიმის ცვლილებას და შტატებისთვის სასურველი ხელისუფლების უკრაინაში დანიშვნას. სწორედ ჯეფრი პაიეტის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ალან პერსელი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ისიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაიდნის მოვლენებში. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ალან პერსელის უკრაინაში საელჩოში მუშაობის პერიოდს ემთხვევა არაერთი კრიზისი.
პერსელს უკრაინაში სწორედ კრიზისების მართვა ევალებოდა. ჩართული იყო დონბასის კონფლიქტის მართვაში. მისი ამოცანა იყო შტატების მხარდაჭერის კოორდინაცია უკრაინისთვის დონბასის კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუმცა ფაქტია, რომ წლიდან წლამდე კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავდებოდა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს პიროვნება მის თანამდებობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატიურ პოსტს იკავებს. ეს ერთია დიპლომატიური პოსტის დაკავება და მეორე არის ის მიზნები და ამოცანები, რაც მას აკისრია. მის ბექგრაუნდს თუ გადავხედავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ სადაც კი უნდა ცხელი წერტილის გაღვივა იყო საჭირო, ყველგან ეს ადამიანი ფიგურირებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანაში მას არ გამოსვლია მსგავსი სცენარების გახორციელება, თქვათ უკრაინა არის კიდევ და კიდევ ის სერიოზული მაგალითი და დასტური იმისა, რომ თუ რა მოხდა უკრაინაში თავის დროზე, როდესაც რეალურად ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ისეთ ხელისუფლება ყოფილიყო, ისეთ ხელისუფლება მოსულიყო სათავეში, ქვეყნის სათავეში, რომელიც იქნებოდა არათუ მარტო მონამორჩილი, არამედ ყველა იმ საქმეების განხორციელებელი, რაც მათ ინტერესებში შედიოდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომ შტატების საელჩოს გვერდზე პერსელის ისტორიაში ვერ ამოიკითხავთ მისი საქართველოში 2006-2008 წლებში ყოფნის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე. საოცარი დამთხვევაა, რომ მსგავსად უკრაინისა, პერსელის საქართველოში ყოფნის პირველ პერიოდს ემთხვევა მაშინდელი ხელისუფლების მაქსიმალურად რადიკალური და ესკალაციისკენ მიმართული პოლიტიკის გატარება რუსეთთან. სწორედ ამ წლებში მიაღწია დაძაბულობამ უკიდურეს ნიშნულს, რაც ჯერ ეგრეთ წოდებულ რუსული ჯაშუშური ქსელის საჩვენებელი დაკავებებით დაიწყო, გაგრძელდა მილიტარისტული რიტორიკით რუსეთის მიმართ. გახსოვთ, რაღაცა დიდი ხანი აღარავინ აღარ ამბობს, რომ საქართველოს დაბომბოს. აღარ გახსოვთ 3-4 წლის წინ ეს იყო რუტინული განცხადებით, ხე გამოშევით. ჩვენ წავალ და დავბომბავთ. განვახორციელებთ პრევენტიულ დარტყმას. იცით რატო აღარ ამბობენ? დაგბომბავენ და კარგ ჩიცად დაიჭერენ და კარგათაც მოხდება ცხვირში. ლაგატკების სროლელი მინისტრები ჩაბარდა წარსულს. ეხა არის ოქრუაშვილი აქ, რომელიც ცოტათი უფრო სერიოზული პოლიტიკის გამტარებელია. და დასრულდა 2008 წლის ომით, რა დროსაც ბატონი პერსელი ასევე ქვეყანაში იმყოფებოდა. ახლა ის საქართველოში მეორედ არის. ასევე მაღალ თანამდებობაზე. მისი აქ მეორედ მოსვლის პერიოდს სანამ უკეთ შევეხებით, მანამდე უნდა ითქვას, რომ მაიდნის შემდეგ პერსელი უკრაინაში 2021-22 წლებშიც დაბრუნდა, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. ეს ის პერიოდია, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის მაქსიმალურად იძაბება სიტუაცია და ფართო მასშტაბიან ომამდე მიდის. აქ მისი ძირითადი მოვალეობა დაკავშირებული იყო უკრაინის სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან. ფაქტია, რომ უკრაინას დღეს არც ერთი აქვს და არც მეორე. სწორედ მას შემდეგ, რაც უკრაინა ომში ჩაება, ალან პერსელი საქართველოში გადმოამისამართეს და საელჩოში მისი მოსვლის შემდეგ დეგნანიც მეტად რადიკალური გახდა, რომელიც პირდაპირ ჩაერთო ქვეყნის შიდა საქმეებში. პერსელის საქართველოში ჩამოსვლის პერიოდს ემთხვევა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რა დროსაც ამერიკის საელჩომ ფაქტობრივად მისი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო რადიკალებს, როდესაც თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. ეს მხოლოდ ფაქტებია და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა, რასაც კიდევ უფრო აადვილებს მიმდინარე მოვლენები. კერძოდ, მაიდნის გამეორების მცდელობა, რომლის ბოლო ეტაპი ქვეყნის ომში ჩაბმაა. ამერიკის საელჩო კი ფაქტია, რომ ამ პროცესებს ხელს უწყობს, რადგან ჯერ ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ქარდებით ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე გავლენა იქონიოს და ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევა. მეორეს მხრივ კი აქციებზე ძალადობრივ ქმედებებს დაგმობის ნაცვლად ახალისებს, რაც რადიკალებს დამატებით მოტივაციას აძლევს მეტად რადიკალურები იყვნენ. საელჩოს ამ პოლიტიკის კვალდაკვალ კი ბატონი პერსელი, რომელიც მაიდნის პროცესების კულუარებშიც მუშაობდა და ომის ესკალაციის ეტაპზეც უკრაინაში იყო, შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს თბილისში. ეხლა საქართველოსთან მიმართებაში რაც შეეხება, თუ გადავხედავთ იმ მოვლენებს, თუ რაც ხორციელდებოდა და რაც ხორციელდება ამ ეტაპისთვისაც, მეორეა რომ რამდენად გამოვუვათ ეს ყველაფერი, ეს ადამიანი ისევ ფიგურირებს და ფიგურირებს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნახეთ ბევრი ისეთი საკითხები, რომელმაც შეიძლება ითქვას პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ
გარკვეულწილად ეს გარკვეული ძალების ინტერესში შედიოდა, ძალიან დააზარალა საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობები. დააზარალა იქიდან გამომდინარე, რომ სულ სხვა კუთხით წარიმართა ურთიერთობები და წარიმართა ისე, როგორც არ უნდა წარმართულიყო თქვა პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეხლა რა როლი და რა ფუნქცია აქვს ამ ადამიანს ამ საკითხებთან მიმართებაში? მთავარი როლი არის ის, რომ მას სურს იმ დავალების შესაბამისად, რაც აქვს მას მიღებული ისე და ისე ამ დღევანდელი ადმინისტრაციიდან იქნებდა რამენერად მოახერხოს გარკვეული ლანდშაფტში, პოლიტიკურ ლანდშაფტში ცვლილების შეტანა ისე, რომ მიღწეული იყოს მთავარი შედეგი. მთავარი შედეგი რაც არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ამავდროულად უნდა ითქვას, რომ მას ეს ძალიან უჭირს ამის განხორციელება და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საქართველოს აღმოჩნდება ის შავი ლაქა მის ბიოგრაფიაში, როდესაც ის ვერ შეძლებს ამ ზაკრული გეგმების განხორციელებას. ასეა თუ ისე, ბატონი ალან პერსელისთვის მდიდარ, მაგრამ მასპინძელი ქვეყნებისთვის არც თუ სახარბიელო ისტორიებს წერტილი საქართველოში დაესვა, რადგან უამრავი მცდელობის მიუხედავად ფაქტია, რომ აქ ვერც მაიდანი 2 შედგა და ვერც მეორე ფრონტი გაიხსნა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ.